კალინინგრადი ითვლება რუსეთის მთავარი კოზირად. ეს პატარა ტერიტორია რუსეთს ევროპაში საკმარისად ღრმა პოზიციას აძლევს, რომლითაც შეუძლია მთელი აღმოსავლეთის ფრონტის დაშინება. მათ შორის პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების. მაგრამ ექსკლავის მართვას ერთი პრობლემა აქვს. იზოლაცია მისი დაღუპვის მიზეზია. ნატომ ეს გზავნილი პირდაპირ პუტინის კართან მიიტანა, ისეთი ძალის დემონსტრირებით, რომ არნოლდ შვარცენეგერიც კი იამაკებდა. რუსეთმა ერთობლივად შარვალი დაისველა, რადგან ნატომ აჩვენა, რომ კალინინგრადის ციხე სიმაგრე შეიძლება არც ისე ძლიერი იყოს. 18 აგვისტოს ნატო პოლონეთის თავზე, კალინინგრადის საზღვართან ახლოს, დაგეგმილი საჰაერო წვრთნები ჩაატარა. წვრთნების უმეტესი ნაწილი პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სწორედ იმ საზღვართან ჩატარდა და მასში ისეთი საჰაერო ძალები იყო თავმოყრილი, რომ კრემლს ზურგში ჟრუანტელს გაუგზავნით. ამ წვრთნებში პოლონეთის თქმით, ერთ ადგილზე 50-მდე თვითმფრინავი შეიკრიბა, რათა ერთობლივი საჰაერო ოპერაციების სცენარები დაემუშავებინათ და ნატოს პარტნიორებს შორის ურთიერთთავსებადობა გაემყარებინათ. ეს წვრთნები მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო დაგეგმილი, თითქმის შეგნებულად ისე იყო დროში შერჩეული, რომ რუსეთისთვის გარკვეული გზავნილი გაეგზავნათ. ეს მოხდა გერმანულ გაზეთ ბილდში გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ ნატო ამუშავებს ეგრეთ წოდებულ სახმელეთო საბრძოლო კონცეფციას, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე რეაგირებისთვის იქნება განკუთვნილი, შესაძლოა კალინინგრადიდან წამოსული საფრთხის შემთხვევაში. ლეჟერი განმარტავს, რომ ეს კონცეფცია იქნება საგანგებო გეგმა და ამატებს, რომ დოკუმენტი, რომელიც ამ გეგმას ასახავს, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით არის მომზადებული, მაიორ ენდრუ პინგრეის ხელმძღვანელობით, და ის ასახავს, თუ როგორ შეძლებს ნატო რეაგირებას შეჭრის შემთხვევაში, რომელიც თავდაპირველად მოიცავს დრონებსა და რაკეტებს, რასაც მოხვება სახმელეთო შეჭრა ჯავშან ტექნიკის გამოყენებით. კალინინგრადი ამ გეგმის მიხედვით პრიორიტეტული სამიზნე იქნება. უახლესი ნატოს წვრთნები ასევე მოხვა მასშტაბურ სამხედრო თამაშებს, რომლებიც ნატო მაისში ჩაატარა. ასევე პოლონეთში ჩატარებული ეს წვრთნები, რომლებსაც კოდური სახე წოდება Amber Shock 26 ეწოდებოდა. მათში მონაწილეობდა 3500-ზე მეტი ჯარისკაცი და ასობით სამხედრო მანქანა ნატოს რამდენიმე ქვეყნიდან. ეს წვრთნებიც უფრო ფართო მასშტაბის Saber Strike 26-ის ნაწილია, რომელიც პოლონეთში, ფინეთსა და ლიტვაში ჩატარდა, რომლის მიზანიც ნატოსთვის ამ რეგიონებში ჯარის სწრაფად გადაადგილების გზების მოძიება იყო. ნატოს არ სჭირდება ვინმეს აუხსნას, რატო შეიძლება დასჭირდეთ ამ ჯარებს ასე სწრაფად გადაადგილება. ეს კიდევ ერთი წვრთნა იყო, კვლავ კალინინგრადთან ახლოს ჩატარებული, რომელიც შესაძლო რუსული შეჭრისთვის მზადებას ისახავდა მიზნად. ამას რო ვამბობთ, კრემლს შარვალი უსველდება. და ასეც უნდა იყოს, რადგან ნატოს ბოლო წვრთნები და ყველაფერი, რაც ბოლო თვეებში მოხდა, ძალიან მკაფიო გზავნილს აგზავნის, რომ კალინინგრადი ნატოს სამიზნეშია. ეს ექსკლავი, რომელიც რუსეთისთვის სტრატეგიულ აქტივად ითვლება, ახლა როგორც სუსტი წერტილი, ისე ჩანს, რომელიც ძალიან დაუცველია იმ მასშტაბური ცეცხლის ძალის წინაშე, რაც ნატოს შეუძლია გამოირენოს. არსებობს უამრავი მიზეზი, რატომაც კალინინგრადი ახლა ესეთი სუსტია, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, მოდით ცოტა უფრო ღრმად ჩავღმავდეთ თავად წვრთნას. ითხრით, რომ წვრთნაში 50-მდე თვითმფრინავი მონაწილეობდა, მაგრამ საქმე მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. საჰაერო ჯგუფი, რომელიც ნატო პოლონეთში გაგზავნა, უჩვეულოდ დიდი იყო და მასში შედიოდა ისეთი თვითმფრინავებიც, რომლებიც ჩვეულებრივ არ მონაწილეობენ კალინინგრადთან ახლოს ჩატარებულ საჰაერო წვრთნებში. ამ თვითმფრინავებს შორის იყვნენ როგორც საბრძოლო დარტყმების განხორციელების, ასევე ელექტრონული ომის, საჰაერო მეთვალყურეობისა და ჰაერში საწვავით შევსების შესაძლებლობის მქონე ერთეულები. მოკავშირეთა ძალების ევროპული სარდლობის პრესპიკერმა პოლკოვნიკმა მარტინ ოდონელმა ცოტა მეტი ინფორმაცია გაამჟღავნა და აღნიშნა, რომ 18 აგვისტოს წვრთნებში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების გამანადგურებელი თვითმფრინავები და ნორვეგიიდან, ასევე ნატოს E3A AWACS, ანუ საჰაერო გაფრთხილებისა და მართვის სისტემის თვითმფრინავი, ასევე პოლონეთის სახმელეთო ჯარები. ხოლ ამ აღწერიდანვე ვიწყებთ წვრთნის სურათის გარკვევას. AWACS სავარაუდოდ მოქმედებდა როგორც საჰაერო სარდლობის ცენტრი და რადარის სადგური, რომელიც ოპერაციის ფარგლებში ინფორმაციას აწვდიდა სხვა თვითმფრინავებსა და სახმელეთო ჯარებს. ითამილ რადარის ცნობით საჰაერო დაჯგუფების მასშტაბის გარდა ნატოს წვრთნა ასევე გამორჩეული იყო თავისი სირთულით. სხვადასხვა საჰაერო პლატფორმების ერთდროულად ჩართულობის მრავალფეროვნება, რასაც ამ წვრთნებზე ვხედავთ, იშვიათად გვხვდება ასეთ ტიპის სწავლებებში. და ის ფაქტი, რომ ეს საჰაერო ხომალდები რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნიდან იყო, კიდევ უფრო ზრდიდა სირთულეს. რამდენიმე ჰაერში საწვავით გამმართველი ტანკერების, მათ შორის 2 ნატოს A330 MRTT-ს, ყოფნაც ამას ადასტურებს. ნატოს მიზანი ამ წვრთნაში იყო უზრუნველყო, რომ მისი თვითმფრინავები ხანგრძლივად დარჩენილიყვნენ ჰაერში, რაც საშუალებას მიცემდა გამანადგურებლებსა და ბომბდამშენებს უფრო შორს ემოქმედათ საკუთარი ბაზებიდან. შესაძლოა ეს თავდასხმითი თვითმფრინავები ევროპიდან პოლონეთში მიფრინავდნენ, სადაც ისინი საწვავს ავსებენ და შემდეგ კალინინგრადისკენ აგრძელებენ გზას. ნატოს ამის შესახებ პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ძალიან გაახარებს ის ფაქტი, რომ რუსეთი გაურკვევლობაში რჩება. სწავლებაში კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი იყო EA-37B Compass Callis განთავსება.
United 24 მედიის მიხედვით, ანალიტიკოსმა ოსინთ დეფენდერიდან აღნიშნა, რომ სწავლების დროს გამოყენებული რამდენიმე თვითმფრინავი პოლონეთში ჩატარებულ სწავლებებზე იშვიათი ხილული არ არის. მაგრამ EA 37B განსხვავებულია. ამ თვითმფრინავის განთავსება როგორც ჩანს სრულიად ახალია და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს სწავლება შეიძლება მხოლოდ პოლონეთის მიერ გამოცხადებული ინტერპერაბელურობის წახალისებას არ ეხებოდეს. EA 37B ელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავია, რომელიც ასევე დაზვერვის შეგროვების უნარსაც ფლობს. ეს ნიშნავს, რომ NATO შეიძლება ექსპერიმენტებს ატარებდა იმაზე, თუ როგორ შეეძლო კალინინგრადის თავდაცვის სისტემების გათიშვა და მომავალში ექსკლავიდან გაშვებული რაკეტებისა და დრონების შეფერხება. EA 37B კომპასკოლი ძალიან საინტერესო თვითმფრინავია. საჰაერო ძალების ტექნოლოგიის მიხედვით, ამ თვითმფრინავის საწყისი ოპერაციული შესაძლებლობის მიღწევა მოსალოდნელია 2026 წელს. იმის გათვალისწინებით, რომ ის ახლახან პოლონეთში დაფრინავდა, ვფიქრობთ, უსაფრთხოდ შეიძლება ითქვას, რომ ეს თვითმფრინავი უკვე ოპერაციულია და მზად არის განთავსებისთვის. EA 37B-ს მართავს აშერშიშის საჰაერო ძალები და მისი დიზაინი დაფუძნებულია Gulfstream G550 კომერციულ ბიზნეს ჯეტზე. თუმცა, მისი გარეგნობა ისეთივე მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ის, რასაც აკეთებს. EA 37B განკუთვნილია EC-30H კომპასკოლის შესაძლებლად, რომელსაც აშშ-ის საჰაერო ძალები 1992 წლიდან იყენებს და ის უზრუნველყოფს დისტანციური ჩახშობის შესაძლებლობებს. კიდევ ერთხელ, ეს მიუთითებს პოტენციურ გამოყენებაზე კალინინგრადთან ურთიერთობისას, სავარაუდოდ ექსკლავიდან გაშვებული დრონებისადისა და რაკეტების მცდარი მიმართულებით გადამისამართების თვალსაზრისით. მისი ფლენის მაქსიმალური სიმაღლე 13700 მეტრზე მეტია და მაქსიმალური სიჩქარე მაჰის 0.82. თვითმფრინავს ასევე შეუძლია საჰაერო თავდაცვითი სისტემების თავიდან აცილება და შესაძლოა თავისი ელექტრონული ომის შესაძლებლობების გამოყენებით ამ თავდაცვების მუშაობაში ჩარევა. ამით ის მნიშვნელოვან ხარდაჭერას უწევს თავდამსხმელ თვითმფრინავებს. ასევე მიიჩნევა, რომ თვითმფრინავს შეუძლია საწინააღმდეგო საინფორმაციო ოპერაციების ჩატარება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მას შეუძლია ჩაერიოს იმ მოწყობილობების მუშაობაში, რომელსაც რუსეთი დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს. საერთო ჯამში ეს ძალიან საინტერესო დამატებაა იმ საფრთხეების პაკეტში, რომელიც ნატომ აშკარად შეიმუშავა კალინინგრადის პრობლემის მოსაგვარებლად. და ეს კარგად გვიყვანს იმაზე, თუ რატო ჩაატარა ნატო ეს წვრთნები საერთოდ და რას ნიშნავს კალინინგრადის პრობლემა. უფრო ფართო კონტექსტში, რუსეთის ამბიციების გათვალისწინებით ევროპის მიმართ. მაგრამ სანამ ამ საკითხებში უფრო ღრმად შევალთ, ეს არის სამხედრო შოუ. თუ ასეთი ანალიზი გსურთ იხილოთ, დარწმუნდით, რომ გამოძერილი ხართ და შეტყობინებები ჩართული გაქვთ, რათა არ გამოგჩეთ ჩვენი ყოველდღიური ვიდეოები. აბა რაზე იყო ეს წვრთნები სინამდვილეში? განმარტება დამოკიდებულია იმაზე, ვისაც გითხავთ. იტომილ რადარის მიხედვით ყველაზე საინტერესო ამ წვრთნებში იყო მათი მასშტაბი. ნატოს წვრთნები პოლონეთში და კალინინგრადის მახლობლად ახალი არაფერია. ჩვენ სულ რამდენიმე წუთის წინაც კი დეტალურად განვიხილეთ კიდევ ერთი წვრთნა, რომელიც 2026 წელს უფრო ადრე ჩატარდა. თუმცა სწორედ აქ წარმოდგენილი შესაძლებლობების კომბინაცია გამოჩეულა. ნატომ ახლახან ჩაატარა წვრთნა, რომელშიც მონაწილეობდნენ E-3A ტიპის თვითმფრინავები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფართო სარდლობასა და კონტროლს. ასევე გამანადგურებელი თვითმფრინავები, რომლებიც აშკარად გამოიყენებიან საზღვრის მხრიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ შეტევისთვის. ანუ კალინინგრადი და ელექტრონული ომის შესაძლებლობები, რომლებიც აქამდე ამ ტიპის წვრთნებში არ გამოჩენილა. საჰაერო საწვავის შევსების ტანკერების მონაწილეობაც მიუთითებს, რომ ნატო ემზადება ხანგრძლივი საჰაერო კამპანიისთვის კალინინგრადის წინააღმდეგ. შესაძლოა იმ განზრახვით, რომ ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთთან ექსკლავის სწრაფად და ადრეულ ეტაპზე ჩაკეტვა მოახდინოს. თავარი ისაა, რომ ეს უბრალოდ ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფრენების ნაკრები არის. ეს იყო სრული ოპერაციული პაკეტი, რომელიც მიზანმიმართულად განლაგდა ჩრდილოეთ პოლონეთში, რეჩი, რათა რუსეთს გადაეცა შეტყობინება, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა კალინინგრადი, თუ კი ნატო შეტევაზე გადავიდოდა. გახსოვთ ის სველი ლაქები კრემლის შარვალზე, რომლებიც ვახსენეთ. სწორედ ამ შეტყობინების გამო გაჩნდა ისინი. თუმცა ოფიციალურად სწავლების მიზანი ეს არ ყოფილა. პოლონეთის ოპერაციული სარდლობა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული, ამტკიცებს, რომ ეს იყო ნატოს მიერ კოორდინირებული წვრთნა და სრულიად არ უკავშირდებოდა რუსეთის საჰაერო ძალების აქტივობას. ეს მინიშნება იმ ინციდენტების სერიაზე, რომლებიც რუსეთსა და პოლონეთს შორის მოხდა და მალე ამაზე ვილაპარაკებთ. სინამდვილეში ოპერაციას საერთოდ არ ჰქონდა კავშირი რუსეთთან და კავშირი რუსეთთან. საქმე ეხებოდა ნატოს მოკავშირე ძალებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ეს არის ოფიციალური ვერსია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ეს ნამდვილად სჯეროდა. თუნდაც ეს წვრთნები კვირებით ან თვეებით ადრე ყოფილიყო დაგეგმილი. და რომ მოვლენებს კიდევ ერთი სირთულე დაემატოს, Stars and Stripes ამტკიცებს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს წვრთნა რეალურად შეკავებას ემსახურებოდა. და ამჟამად ევროპაში მხოლოდ ერთი ძალაა, რომელიც უნდა შეიკავო – რუსეთი. აშშ-ის მონაწილეობა ამ წვრთნაში მოხდა იმ პოლონურ აქტივობებს, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ. 6 აგვისტოს Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი შესაძლოა მალე შეეცადოს ნატოს სიმტკიცის გამოცდას გარკვეული შეზღუდული შეჭრით. საფსულში ესეთი ტიპის აქტივობა არასავარაუდოდ მიიჩნეოდა უკრაინაში შეჭრის გამო. მაგრამ რადგან პუტინი გრძნობს ზეწოლას იმ შეჭრის გამო, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ არ მიმდინარეობს, ის უფრო და უფრო სასოწარკვეთილი ხდება. და ეს სასოწარკვეთილება შეიძლება ის კონფლიქტის გაფართოებამდე მიიყვანოს. იქნება ეს ჰიბრიდული ომის აქტივობის გაზრდით, თუ თუნდაც შეზღუდული სახმელეთო შეჭრით, მაგალითად ბალტიისპირეთის სახელმწიფოს საზღვრის ტერიტორიის ოკუპაციით. როგორც არ უნდა იყოს, რაღაც მოხდება, ამტკიცებს აშშ-ს.
და ეს ანგარიში სანდოობას იძენს, რადგან ის მოხვა აშშ-ის დაზვერვის 3 ივლისის განცხადებას, რომ რუსეთი გეგმავდა პოლონეთზე რაიმე სახის თავდასხმას, კვლავ როგორც ნატოს სიმტკიცის გამოცდას. რა მოხდა იმ ანგარიშის შემდეგ სულ რამდენიმე კვირაში? რუსეთმა რაკეტა გაუშვა პოლონეთის ტერიტორიაზე. ივლისის ბოლოს რუსული KH-101 ტიპის რაკეტა გადაკვეთა უკრაინასა და პოლონეთს შორის არსებული საზღვარი. შემდეგ მან პოლონეთის ტერიტორიაზე 90 კილომეტრი იფრინა. თითქმის მთელი გზა მას თვითფრინავები აედევნენ, სანამ ცარიელ მინდორში არ ჩამოვარდა და არ აფეთქდა. რუსეთი რა თქმა უნდა პასუხისმგებლობას არ იღებს. ყველაფერი უბრალოდ შემთხვევითობა იყო და რაკეტა ალბათ კურსიდან გადაუხვია. ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რომელშიც 74 რაკეტა და 284 შაჰედის ტიპის დრონი მონაწილეობდა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტადეუშ ტონჩიკი პირდაპირ დააფიქსირა თავისი პოზიცია და ინციდენტი თავისი არსით შეაფასა. ეს იყო პროვოკაცია, განზრახვა, ალიანსის გამოცდა. ამ შემთხვევაში სავარაუდოდ მომდევნო კვირები უფრო მეტ პასუხს მოგცემს. მოდი არ გქონდეს ილუზიები. ესეთი ტიპის სიტუაციები ან მსგავსი პროვოკაციები მოხდება, განაცხადა ტომჩიკმა 31 ივლისს. მან დაამატა, რომ რუსეთის დაახლოებით 20 რაკეტა პოლონეთის მიმართულებით მიემართებოდა, მაგრამ ისინი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, რაც ნიშნავს, რომ შეჭრა კიდევ უფრო მძიმე შეიძლებოდა ყოფილიყო. დროებითი თანხმედრა აშკარა. აშშ-მ განაცხადა, რომ რუსეთი პოლონეთში რაღაცას გეგმავდა და რაღაც მართლაც მოხდა ერთ თვეზე ნაკლებ დროში. ეხლა კი აშშ-ში ამბობს, რომ რუსეთს კიდევ ერთი შეჭრა აქვს დაგეგმილი. ნატომ ზად უნდა იყოს და ოპერაცია, რომელიც რუსეთს აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება კალინინგრადზე შეტევა, შესაძლოა იყოს საუკეთესო გზა, რათა პუტინს დაანახოს, რომ ნატო მზადაა. დამაფრთხობელი ეფექტის კუთხითაც კიდევ ბევრია სათქმელი. ან მასკინგ რუსია აღნიშნავს, რომ რუსეთი ბალტიის რეგიონში უცნაურ საზღვაო გადაადგილებებს ახორციელებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სამხედრო გემი, ადმირალი კაზატონოვი, შეამჩნიეს ფემარმის, გერმანიის კუნძულის მიმდებარედ, როცა ის ბალტიის წყლებიდან გადიოდა. ეს ძალიან საშიში გემია. ადმირალი კაზატონოს შეუძლია ზირკონის რაკეტების გაშვება, რომლებიც ბირთვული შესაძლებლობებისაა და ჰიპერბგერითი სიჩქარით გადაადგილდება. ბოლო კვირებში ფემარნის მახლობლად სხვა რუსული სამხედრო გემებიც შეამჩნიეს უცნაური მანევრებით, მიმანევრებით, მათ შორის ადმირალი ლევჩენკო. და ამ ყველაფერთან ერთად პუტინმა, რომელიც დასავლეთის მიერ რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემების შეჩერებამ გააცოფა, დაიმუქრა, რომ რუსეთი მალე ევროპულ გემებს დააკავებს საპასუხოდ. შესაძლოა სწორედ ეს ხსნის, რატომ გახდნენ რუსული სამხედრო გემები ასე აქტიურები ბალტიის რეგიონში. ასე რომ ნატოს კიდევ ერთხელ დასჭირდა გზავნილის გაგზავნა, არა მხოლოდ პოლონეთისთვის, არამედ ბალტიის ქვეყნებისა და ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელსაც პუტინი ემუქრება. როგორც ბუნდესვერის უნივერსიტეტის სამხედრო დრო ექსპერტი კარლო მასალა ამბობს, მხოლოდ იმედის გამოხატვა შეიძლება, რომ რუსეთმა ეს გზავნილი გაიგო. დაიხიეთ ახლავე, თორემ კალინინგრადს დაარტყამენ. ეს კარგად გვაბრუნებს იმ ადგილთან, რომელიც ნატომ თავისი წვრთნის ჩასატარებლად აირჩია. ესეთი რაოდენობის თვითფრინავებისა და სახმელეთო ძალების მოქმედება ჩრდილოეთ პოლონეთში შემთხვევითი არ არის. კალინინგრადი არის მიზანი და არსებობს მრავალი მიზეზი, რატომაც ნატო ცდილობს ამ კონკრეტული რუსული ექსკლავის გამოყენებას პუტინზე ზეწოლის ბერკეტად. აქ გასათვალისწინებელია რა უნდა იყოს კალინინგრადი და სინამდვილეში რა არის ის. რუსეთისთვის კალინინგრადი უნდა იყოს როგორც სიმაგრე, ასევე მუდმივი საფრთხე, რომელსაც რუსეთი იყენებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების შესაშინებლად. ამ საფრთხის გასაძლიერებლად რუსეთს ამ ექსკლავში აქვს განთავსებული საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სარაკეტო კომპლექსებს და მრავალ სამხედრო ინფრასტრუქტურას, გარდა იმისა, რომ იყენებს მას ბალტიის ფლოტის მხარდასაჭერად. CNN-ის მიხედვით კალინინგრადის ასეთი გამოყენება საკმაოდ ახალი მოვლენა. 1990-იანი წლებიდან 2016 წლის დასაწყისამდე კალინინგრადში განთავსებული იყო სამხედრო ძალები, მაგრამ ისინი შედარებით სუსტი იყვნენ. ხოლო 2021 წელს უკრაინაში შეჭრის წინ გადაწყვიტა პუტინმა, რომ საჭირო იყო ექსკლავის გაძლიერება. რაკეტები, ჯავშან ტექნიკა, სამხედრო გემები და ჯარისკაცები ყველა კალინინგრადში შევიდა. ჯარისკაცების მხრივ რუსეთმა განათავსა მე-11 არმიის კორპუსი, რომელშიც იყო 18000-მდე ჯარისკაცი და შესაძლოა კიდევ მეტი. ბალტიის ფლოტი, რომელსაც კალინინგრადი უჭერს მხარს, ასევე საშიშია. მასში შედის 52 ზედაპირული გემი, რომელთაგან ზოგიერთი რუსეთის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვეა. ასევე არის კილო კლასის წყალქვეშა ნავი. კალინინგრადი ასევე მდებარეობს სუვალკის დერეფანთან ახლოს, რომელიც წარმოადგენს 65 კილომეტრიან მონაკვეთს პოლონეთისა და ლიტვის საზღვარზე, რომელიც ბელარუსს უკავშირდება. ყველაფერი რაც ახლა გაგიზიარეთ, მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ ნატო, განსაკუთრებით კი მისი აღმოსავლეთი ფლანგი, კალინინგრადის შეეშინდეს. მაგრამ როგორც თქვით, არსებობს განსხვავება იმაში, თუ როგორ ცდილობს რუსეთი კალინინგრადის წარმოჩენას და იმაში, თუ რა წარმოის რეალურად. და ის, რასაც კალინინგრადი რეალურად წარმოადგენს, რაც უფრო და უფრო ნათელი ხდება ყოველი გასული დრით, როცა რუსეთი უკრაინის ომში მაცხდება, არის სტრატეგიული სუსტი რგოლი რუსეთისთვის. იზოლაცია პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ბალტიის ზღვით რუსეთს უკავშირდება, კალინინგრადი რუსეთის ძირითად ტერიტორიიდან დაახლოებით 360 კილომეტრითაა დაშორებული. ეს არ არის იდეალური რუსეთისთვის, თუ საქმე იქამდე მივა, რომ კალინინგრადის მომარაგება დასჭირდება და ის ბალტიის ბლოკადითა და ნატოს ჯარებით აღმოსავლეთ ფლანგზე მოწყვეტილი აღმოჩნდება.
კალინინგრადის სისუსტე ასევე ჩანს იმაში, რომ მისი გადარჩენა რუსული სუბსიდიების იმედზეა დამოკიდებული. მაშინაც კი როცა ექსკლავი აქტიურად არ არის ჩართული კონფლიქტში. 2025 წლის დეკემბერში უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გამოავლინა, რომ რუსეთის ხელისუფლება გეგმავდა დაახლოებით 60 მილიონი დოლარის გამოყოფას საზღვაო ტრანსპორტირებისთვის. ყველაფერი კალინინგრადის მხარდასაჭერად. კალინინგრადი როგორც იზოლირებული ტერიტორია განსაკუთრებით მგრძნობიარეა ინფლაციის პრობლემების მიმართ, რადგან მიწოდების პრობლემების დროს მაღაზიებში ფასები მკვეთრად იზრდება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ნატოს ბოლო წვრთნების კონტექსტში, რადგან ეს აჩვენებს, რომ კალინინგრადი არ არის ის სიმაგრე, როგორიც რუსეთს სურს იყოს. ციხე შეიძლება განთავსებული იყოს იარაღი, მაგრამ ასობით კილომეტრით დაშორებული რუსეთიდან და ყველა მხრიდან ნატოს ქვეყნების მიერ გარშემორტმული. კალინინგრადი არის კალინინგრადი. შეიძლება სწორედ ის პირველი რუსული ტერიტორია იყოს, რომელსაც პუტინი დაკარგავს თუ ნატოსთან ომს დაიწყებს. და პუტინისთვის ნებისმიერი ტერიტორიის დაკარგვა დამცირება, რაც კიდევ უფრო გაუჭირდება რუს ხალხთან უკვე შეშლილი ომის გამართლება. ნატოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ წვრთნაში 50-მდე თვითმფრინავის მონაწილეობა გზავნის გზავნილს. ეს ასევე აძლიერებს იმ გზავნილს, რომელიც ნატო უკვე არაერთხელ გააგზავნა. კალინინგრადი მოწყვლადია. 2025 წლის ივლისში აშშ-ის არმიის ევროპისა და აფრიკის სარდალმა გენერალმა კრისტოფერ დონაჰიუმ განაცხადა, რომ ნატოს ძალები კალინინგრადს უპრეცედენტოდ მოკლე დროში აიღებდნენ. ეს ნიშნავს, რომ საჰაერო დაბომბვისა და სახმელეთო ძალების კომბინაცია, რომლებიც ექსკლავში შევლენ, კალინინგრადს მიწიდან უფრო სწრაფად დაიპყრობენ, ვიდრე ოდესმე ეგონათ შესაძლებელი. უბრალოდ ასე მოხდა, რომ ნატოს ბოლო წვრთნაში საჰაერო ძალები და სახმელეთო ჯარები ყველა კალინინგრადის ღურბულზე იყვნენ თავმოყრილი. აშშ-ის არმიის ევროპის ყოფილი სარდალი ბენ ჰოჯესი ამ განცხადებას რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ უფრო გაუსვა ხაზი. განაცხადა, რომ კალინინგრადის მსგავსი ადგილები და ტირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე სევასტოპოლი ნატოსა და რუსეთის ომის პირველ საათებში განადგურდებოდა. და რუსეთი ვერაფერს გააკეთებდა ამასთან დაკავშირებით, რადგან კალინინგრადი იზოლირებულია და რუსეთის ეკონომიკა იმდენად დასუსტებულია, რომ კალინინგრადის სათანადოდ უზრუნველყოფა აღარ შეუძლია. რათა ეს ექსკლავი იმგვარ ციხესიმაგრედ იქცეს, როგორცაც პუტინი ისურვებდა. ამიტომ, როდესაც ნატო კალინინგრადთან ახლოს ძალას აჩვენებს, ის არ იქცევა ისე როგორც სპორტდარბაზის ბიჭი, რომელიც სარკეში თავის თავს უყურებს. ამ წვრთნას მიზანი აქვს. პოლონეთში ახლახან რაც მოხდა სწორედ ის მტკიცებულებაა, რომელიც კალინინგრადის სისუტის ყველა ამტკიცებას ამყარებს. ეს ნატოს გზავნილია რუსეთისთვის, რომ ალიანსს შეუძლია სხვადასხვა ტიპის საჰაერო ძალების თავმოყრა, რომლებიც კოორდინირებულად შეძლებენ სამიზნის რეკორდულ დროში განადგურებას. ირიბი სამიზნე კი კალინინგრადი იყო. თუ რუსეთი ნატოს მოკავშირეებს პროვოცირება გაუწევს, ნატო აუცილებლად დაანახებს პუტინს და კრემლს, თუ რა სწრაფად დაეცემა რუსეთის დაუცველი ექსკლავი. და როცა ნატო ძალას აჩვენებს და კრემლში ყველას აშინებს, უკრაინა იერიშზე გადადის. ეკონომიკურ პრობლემებს, რომლებმაც კალინინგრადი ასე დაასუსტა, კიდევ უფრო ამწვავებს უკრაინის დაუღალავი კამპანია რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ, რის განოც რუსეთი მეზობლებს დახმარებას თხოვს. გაიგეთ მეტი ამ ღრმა და რთმის სტრატეგიის გავლენის შესახებ ჩვენს ვიდეოში, მაგრამ სანამ წახვალთ იცოდეთ, რომ აქ ნაჩვენები ყველაფერი რეალური ადამიანების მიერ არის გამოკვლეული, გადამოწმებული და წარმოებული. თუ ამას აფასებ, გამოიწერეთ არხი, დატოვეთ კომენტარი ქვემოთ და განიხილეთ წევრობა ექსკლუზიურ კონტენტზე ცდომისთვის. და მადლობა როგორც ყოველთვის, ყურებისთვის.